2025 წლის 22 აგვისტოს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩრდილოეთ კაროლინას შტატის ქალაქ შარლოტში მოხდა საშინელი დანაშაული. მაშინ უსაფრთხოების კამერით გადაღებულმა იმ კადრებმა მთელი მსოფლიო მოიარა. 23 წლის უკრაინელი ლტოლვილი ირინა სარუცკაია მეტროში მგზავრობისას არაერთის ნასამართლემა აფროამერიკელმა პირმა სახელად დე კარლოს ბრაუნმა დანით დაჭრა. თავდასხმის შემდეგ გოგონა რამდენიმე წამს გონზე იყო, სანამ სხვა მგზავრების გაოგნებული მზერის წინ დაეცემოდა და სისხლისგან დაიცლებოდა. ამ შემთხვევამ დიდი აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია არა მხოლოდ იმიტომ, რომ თავიდან ზოგიერთმა მედია საშუალებამ საეჭვო მიზეზების გამო უარი თქვა ამ ამბის გაშუქებაზე, არამედ იმიტომაც, რომ მან კვლავ გააღვიძა დებატები, რომლებიც 5 წლით ადრე იმავე ქალაქში წარმოიშვა, როდესაც 20 წლის გოგონა მერი კოლინზი სასტიკად მოკლეს. მერი სანტინა კოლინზი დაიბადა 1999 წლის 6 ივლისს ქალაქ შარლოტში, მეკლენბურგის ოლქში, ჩრდილოეთ კაროლინაში. ის გაიზარდა ტიპურ საშუალო კლასის ამერიკულ ოჯახში დედასთან, ქეისი დელ პესოსთან და ძმებთან და ბებია ბაბუასთან, მიასთან და უილიამ ალდერმანთან ერთად. დაბადებიდან რამდენიმე თვეში ექიმებმა აღმოაჩინეს, რომ პატარა გოგონას ჰქონდა სასის ნაპრალი, თანდაყოლილი დეფექტი, რამაც მას რამდენიმე პრობლემა შეუქმნა, მათ შორის ხვების სირთულეები და მეტყველების სწორად განვითარების შეუძლებლობა. 3 წლის ასაკში მას დაუსვეს ველოკარდიოფაციალური სინდრომის დიაგნოზი. ეს არის გენეტიკური დარღვევა, რომელიც გამოწვეულია 22 ქრომოსომის მცირე ფრაგმენტის არარსებობით. ეს მდგომარეობა იწვევს სხვადასხვა გართულებებს, როგორიცაა იმუნოდეფიციტი, გულის, მხედველობის, კბილების და სმენის დეფექტები, კალციუმის დაბალი დონე, ველოფარინგეალური დისფუნქცია, სასის ნაპრალი, განვითარების შეფერხება, სწავლის სირთულეები და აუტიზმის სპექტრის დარღვევებიც კი. მერიმ ლაპარაკი 6 წლის ასაკში ისწავლა და დაბალი ხმით საუბრობდა დაცინვის შიშით. მიუხედავად ამისა, ის იყო მხიარული და ნაზი ბავშვი, რომელსაც მთელი ოჯახი მხარში ედგა. სკოლაში მეგობრების გაჩენისთვის მისი მდგომარეობა არ გამხდარა დაბრკოლება, სადაც ის უყვარდათ როგორც თანაკლასელებს, ისე მასწავლებლებს. 8 წლის ასაკში ბებიამ ის კლინიკაში წაიყვანა ველოკარდიოფაციალური სინდრომის შესახებ კვლევაში მონაწილეობის მისაღებად. იქ ის ყოველჯერზე იღებდა $100, რასაც თავადვე დაჟინებით სრულად სწირავდა ორგანიზაციას Smile Train. ეს არის არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც უფასო ოპერაციებს უტარებს დაბალი შემოსავლის მქონე ბავშვებს, რომლებიც სასის ნაპრალითა და კურდღლის ტუჩით იტანჯებიან. როდესაც მერიმ საშუალო სკოლა დაამთავრა, ოჯახმა ჩათვალა, რომ ის ჯერ კიდევ არ იყო მზად უნივერსიტეტში ჩასაბარებლად. მერის სკოლის მეგობრების რუტინა კი მკვეთრად შეიცვალა. ზოგი უნივერსიტეტში შევიდა და დაინიშნა, ზოგმა სრულ განაკვეთზე მუშაობა დაიწყო და ნელ-ნელა მას ჩამოშორდნენ. 2020 წლის იანვრის ბოლოს COVID-19 პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებით გოგონა სოციალური ურთიერთობები კიდევ უფრო შეიზღუდა და ძირითადად ციფრულ გარემოზე გადავიდა. მერის უყვარდა თავისი ფოტოების Facebook-ზე ატვირთვა, სადაც სხვადასხვა სტილის ტანსაცმელსა და ვარცხნილობას აჩვენებდა. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახი ყოველთვის აკონტროლებდა მის პოსტებს, რადგან გოგონა ძალიან მიამიტი იყო, მათ შეამჩნიეს რაღაც, რამაც მაშინვე მიიპყრო ყურადღება. ლევი ფამი, მისი ყოფილი შეყვარებული და მეგობარი სოციალურ ქსელში მას დამცინავ შეტყობინებებს უწერდა. კიდევ ერთი 24 წლის გოგონა კელი ლავერი ასევე სასტიკად და დამამცირებლად მოიხსენიებდა მერის, როდესაც ის ფოტოს აქვეყნებდა. როდესაც მერის დედამ და ბებიამ ჰკითხეს, რა ხდებოდა, მან დაარწმუნა ისინი, რომ ლევი და კელი შეყვარებულები იყვნენ და სინამდვილეში მისი მეგობრები იყვნენ. თითქოს ის ნეგატიური კომენტარები მხოლოდ უგემოვნო ხუმრობები იყო და ამის გამო ისინი ყოველთვის ბოდიშს იხდიდნენ. თუმცა მერის ამახსნა განმარტებამაც კი ოჯახი ბოლომდე მაინც ვერ დაარწმუნა. მისი ოჯახის თქმით, მერი იყო ადვილად ზემოქმედებადი გოგონა 15 წლის მოზარდის მენტალიტეტით, რომელსაც მხოლოდ მეგობრების შეძენა სურდა. მისი უკიდურესი უმანკოება ხელს უშლიდა გაერჩია ნამდვილი მეგობრობა იმ ადამიანებისგან, რომლებიც მის დაცინვას ან გამოყენებას ცდილობდნენ. ისინი იცნობდნენ ლევი ფამს და ფიქრობდნენ, რომ ის ჩვეულებრივი ბიჭი იყო, თუმცა სოციალურ ქსელებში მისი ქცევა აშკარად უცნაური იყო. რაც შეეხება კელი ლავერის, მის შესახებ არაფერი სმენიათ, მაგრამ აშკარა იყო, რომ ის კონფლიქტური გოგონა იყო და კარგი განზრახვები არ ჰქონდა. ყოველ ჯერზე, როდესაც ის მერის პირად შეტყობინებებს უგზავნიდა, ამას უხეშად აკეთებდა, რაც ხშირად მათ შორის კამაც იწვევდა. აღმოჩენილი იქნა საუბრებით, სადაც კელი მერის ეუბნებოდა, რა საზიზღრობაა შენთან ყოფნა ხომ არავის მოუნდება.
ჭირდება შენს ადგილზე, რაც შეიძლება მალე გაუჩინარდებოდი ქალაქიდან, სულელი ხარ და უნდა ეცადო, რომ ნაკლებად მახინჯი იყო. ამ ვითარებამ მერის ოჯახი შეაშფოთა, მაგრამ ის დაჟინებით ამბობდა, რომ ლევიც და კელიც მისი მეგობრები იყვნენ, ხშირად საუბრობდნენ Facebook-ის საშუალებით და არაპუნქტუალური კომენტარების გამო ყოველთვის ბოდიშს უხდიდნენ. 2020 წლის 28 მარტს მერიმ ბებიას, მია ალდერმანს შეატყობინა, რომ მიდიოდა კელის და ლევის ბინაში, რომელიც მათ ნორს დევიდონის რაიონში ჰქონდათ. როგორც ჩანს, ორივე მიიპატიჟა ის საღამოს ერთად გასატარებლად და ფილმების საყურებლად. პანდემიის გამო ჩაკეტილობა გოგონას განწყობაზე მოქმედებდა და მას ნებისმიერ ფასად სურდა სახლიდან გასვლა და მეგობრებთან ურთიერთობა. დაახლოებით 14 საათსა და 30 წუთზე კელის მიერ გამოძახებული უბერი მერის სახლთან მივიდა. მიუხედავად იმისა, რომ ბებიამ გააფრთხილა, რომ ეს კარგი იდეა არ იყო და მისი შეჩერებაც სცადა, მერი მანქანაში ჩაჯდა და წავიდა. ქალმა შვილიშვილს ტექსტური შეტყობინებები გაუგზავნა, მაგრამ მან არ უპასუხა. ცოტა ხნის შემდეგ, როდესაც დედამ და დამ გაიგეს მომხდარის შესახებ, დაურეკეს მობილურზე და მისწერეს WhatsApp-ში, რათა გაეგოთ მშვიდობიანად მივიდა თუ არა დანიშნულების ადგილზე, მაგრამ პასუხი ვერც მათ მიიღეს. თავიდან იფიქრეს, რომ შესაძლოა გოგონა მართლაც უყურებდა ფილმებს მეგობრებთან ერთად და ამიტომ არ აქცევდა ყურადღებას ტელეფონს. ამავდროულად მერის მეორე დამ ნახა ვიდეო, რომელიც ლევი ფამმა თავის ტვიტერის ანგარიშზე გამოაქვეყნა, სადაც ჩანდა სამი ახალგაზრდა, რომლებიც დერეფანში სეირნობდნენ და ლიფტში ხუმრობდნენ სუშის შეკვეთის აღების შემდეგ. როგორც ჩანს, ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ საათები გავიდა და მერი არ დაბრუნებულა. ფაქტობრივად, მისი ტელეფონი საღამოს საათებში გამოირთო და შემდეგ არც შეტყობინებას არ უპასუხა. გოგონა ნებართვის გარეშე არასოდეს დარჩენილა ვინმესთან, მით უმეტეს, რომ მისი მდგომარეობის გამო ქუჩაში დამოუკიდებლად ორიენტირებაც კი არ შეეძლო. მისი ოჯახისთვის აშკარა იყო, რომ რაღაც ცუდი მოხდა. მეორე დილით ბებია მია ალდერმანი გაემართა იმ ბინების კომპლექსისკენ ნორს დევიდონში, სადაც სავარაუდოდ მერი იმყოფებოდა. მას ჰქონდა ზუსტი მისამართი და ასევე აპლიკაცია, რომლითაც შეეძლო მისი შვილიშვილის ტელეფონის ბოლო ადგილმდებარეობის დადგენა. ალდერმანი მესამე სართულზე ავიდა და იპოვა ბინა, რომელიც კელი ლავერის სახელზე იყო. მან რამდენჯერმე დააკაკუნა კარზე და ყვირილიც დაიწყო, რომ 911-ზე დარეკავდა, რითაც სხვა მაცხოვრებლების ყურადღება მიიპყრო. ბოლოს კელიმ კარი გააღო და გაკვირვებული სახე მიიღო. მან დაარწმუნა ბებია, რომ მიუხედავად იმისა, რომ მერი წინა ღამით მათთან იყო, ის დილის საათებში თავისით წავიდა უბერით. ალდერმანმა არ დაუჯერა და დაჟინებით მოითხოვა შიგნით შესვლა შვილიშვილის საძებნელად. გოგონა უხალისოდ დათანხმდა, თუმცა აუკრძალა მთავარ საძინებელში შესვლა, რადგან იქ თითქოს მეგობრებს ეძინათ და მათი შეწუხება არ სურდა. ქალი შვილიშვილს ეძებდა მისაღებში, სტუმრების ოთახში, აბაზანასა და სამზარეულოში, მაგრამ ვერაფერი იპოვა. მან კვლავ მოითხოვა მთავარი საძინებლის შემოწმება, მაგრამ კელიმ უარი თქვა და სთხოვა წასულიყო. ალდერმანი დარწმუნებული იყო, რომ გოგონა მიცოდა სადაც იყო მისი შვილიშვილი და როდესაც შეევედრა ეთქვა სიმართლე, კელიმ უპასუხა, მერი სულ ფეხებზე მკიდია. ქალმა ბინის შესასვლელში ტირილი დაიწყო და რამდენჯერმე დაიყვირა მერის სახელი, სანამ მეზობელი ჩაერეოდა და იკითხავდა, ყველაფერი რიგზე იყო თუ არა, თუ პოლიციისთვის დაერეკა. იმის გამო, რომ სიტუაცია მწვავდებოდა, კელიმ აღიარა, რომ მთავარ საძინებელში მხოლოდ მისი შეყვარებული ლევი ფამი იყო და მაშინვე წავიდა მის მოსაყვანად. შემდეგ ორივე ახალგაზრდამ იგივე ისტორია მოუყვა ალდერმანს. მან და მისმა შეყვარებულმა დაიწყეს ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა მეგობრებთან და პირობა დადეს, რომ დაეხმარებოდნენ ძებნაში. მიუხედავად იმისა, რომ ალდერმანი წავიდა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაუწყო ძებნა შვილიშვილს, ის დარწმუნებული იყო, რომ კელი ლავერი და ლევი ფამი რაღაცას მალავდნენ და 911-ზე დარეკა. ვინაიდან მერი კოლინზი 20 წლის იყო, ანუ სრულწლოვანი და სახლიდან ნებაყოფლობით წავიდა, პოლიციამ ვერ შეძლო გაუჩინარების შესახებ ოფიციალური განცხადების მიღება, რადგან 24 საათი ჯერ არ იყო გასული. თუმცა მისი ოჯახი ამტკიცებდა, რომ ის იყო მოწყვლადი ადამიანი გარკვეული ინტელექტუალური შეზღუდვებით, ამიტომ მისი პოვნა რაც შეიძლება მალე იყო საჭირო. მათ თავად გაავრცელეს ამბავი სოციალურ ქსელებში, დაარიგეს ფლაიერები მთელ ქალაქში და სათვალთვალო დრონებიც კი დაიქირავეს. სანამ ბოლოს 31 მარტს გოგონას გაუჩინარება ოფიციალურად არ დადასტურდა მეკლენბურგის ოლქის პოლიციის დეპარტამენტის მიერ. ყველა მცდელობის მიუხედავად, მერის ძებნა რთული აღმოჩნდა. პოლიციის ძალები სრულად იყვნენ გადატვირთული პანდემიის გამო დაწესებული სანიტარული შეზღუდვებით, როგორიცაა კომენდანტის საათი და სოციალური დისტანცირების ზომები.
მომდევნო დღეებში მერის ოჯახი აგრძელებდა სასოწარკვეთილ ძებნას, თუმცა მათ დაიწყეს ჩივილი, რომ პოლიციამ საქმის მიმართ დიდი ინტერესი არ გამოიჩინა. ამავდროულად კელი ლავერი და მისი შეყვარებული ლევი ფამი თითქოს წუხდნენ მერის გამო, ან ყოველ შემთხვევაში ამის ჩვენებას ცდილობდნენ სოციალურ ქსელებში. ისინი მუდმივად ესაუბრებოდნენ სხვა მეგობრებს, ავრცელებდნენ ამბავს და ასევე წერდნენ მერის დედას, ბებიას და დებს და კითხულობდნენ გამოძიების ნებისმიერი პროგრესის შესახებ. თუმცა აშკარა იყო, რომ მერის ოჯახი მათ არ უჯერებდა. 3 აპრილს, თითქმის ერთი კვირის შემდეგ, მეკლენბურგის პოლიციის დეპარტამენტმა მიიღო ანონიმური ზარი, სადაც ინფორმატორი ამტკიცებდა, რომ იცოდა სად იმყოფებოდა მერი კოლინზი. მან აღნიშნა, რომ ესაუბრა 22 წლის მეგობარს, ჯეიმს ალერნოს, რომელმაც აღიარა, რომ დაესწრო ძვეულებას კელი ლავერისა და ლევი ფამის ბინაში 28 მარტის ღამეს და ნახა მერი დაბმული, დანით დაჭრილი და მკვდარი აბაზანაში. მერის ოჯახს უკვე ჰქონდა ეჭვი, რომ ჯეიმსი შესაძლოა გარეული ყოფილიყო საქმეში, რადგან გაუჩინარების ღამეს ლევი ფამმა თავის ფეისბუქის პროფილზე გამოაქვეყნა ფოტო მასთან ერთად, რომელშიც ჯეიმს ხელში დანა ეჭირა. მერის ოჯახმა ეს სურათი გამოაქვეყნა სხვადასხვა ფეისბუქ ჯგუფში და იკითხეს პიროვნების ვინაობა, სანამ ერთმა ადამიანმა არ იცნო ის და სახელი არ უთხრა. ახალი მტკიცებულებების გათვალისწინებით გაიცა ჩხრეკის ორდერი კელისა და ლევის ბინაში. აგენტებმა შეამოწმეს თითოეული ოთახი კვალისაძიებლად და მიუხედავად იმისა, რომ იქაურობა არეული იყო, არაფერი მიუთითებდა იმაზე, რომ იქ დანაშაული მოხდა. პოლიციელები იმედგაცრუებულნი იყვნენ, მათ იფიქრეს, რომ ის ზარი მხოლოდ უგემოვნო ხუმრობა იყო. თუმცა მეორე დღეს მიიღეს კიდევ ერთი ზარი იმავე პირისგან, რომელმაც მათ დაურეკა. ამჯერად ის უფრო კონკრეტული იყო და აღნიშნა, რომ მერის ცხედარი საწოლზე არსებული მატრასის შიგნით იყო. რამდენიმე წუთის შემდეგ სხვა პირი დაუკავშირდა პოლიციის დეპარტამენტს და მსგავსი ამბავი მოყვა. თან დასწინა, რომ დანაშაულის ღამეს ბინაში კიდევ ერთი გოგონა იმყოფებოდა, ამერიკა დიალი 18 წლის გოგონა, რომელმაც ჯეიმს ალერნო ტინდერის საშუალებით გაიცნო. როგორც ჩანს, ჯეიმსმა ზედმეტი ილაპარაკა და უკვე ორი სხვადასხვა პირი სდებდა მას ბრალს მერი კოლინზის სავარაუდო მკვლელობაში მონაწილეობისთვის. 4 აპრილის საღამოს, როდესაც ოფიცრების ჯგუფი კვლავ გამოცხადდა წყვილის ბინაში, კარი ლევიმ გააღო და მათ შესვლის უფლება მისცა. იქ კი კელი ერთ-ერთ ოთახში საწოლზე უგონო მდგომარეობაში იპოვეს, სავარაუდოდ ზედოზირების გამო. გოგონას დახმარება მედიკოსებმა გაუწიეს, სასიცოცხლო ნიშნები შეუმოწმეს და დაასკვნეს, რომ ის იდეალურ მდგომარეობაში იყო და მხოლოდ თამაშობდა. ოფიცრებმა დეტალურად გაჩხრიკეს მთავარი საძინებელი და იპოვეს მეტამფეტამინის, კოკაინისა და ექსტაზის ნარჩენები. ეს უკვე საკმარისი მტკიცებულებები იყო წყვილის დიდი ხნით ციხეში გასაგზავნად. გარდა ამისა, იპოვეს მერი კოლინზის დოკუმენტები და საბანკო ბარათები, რაც მიუთითებდა იმაზე, რომ სავარაუდოდ გოგონას ის ბინა არ დაუტოვებია. ბოლოს ოფიცრებმა ოთახში საწოლი მატრასი შეამოწმეს, რომლის ერთ-ერთი გვერდით კიდე სრულად იყო წებოვანი ლენტით დამაგრებული და მისი გახსნა დაიწყეს. შიგნით იპოვეს გოგონას ცხედარი, რომელიც იდო ნაგვის პარკში და დამაგრებული იყო წებოვანი ლენტით. მსხვერპლზე არსებული ჩრილობების რაოდენობამ დეტექტივები შოკში ჩააგდო. ცელოფნის პარკიდან ამოყვანისას მათ შენიშნეს, რომ სხეული მთლიანად იყო გაშღენთილი შხაპის გელით და ჭურჭლის სარეცხი სითხით, სავარაუდოდ ლპობის სუნის დასამალად. კელი ლავერი და ლევი ფამი დაუყოვნებლივ დააპატიმრეს დანაშაულში სავარაუდო მონაწილეობისთვის და გადაიყვანეს განყოფილებაში დასაკითხად. ლუმინოლით ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ მსხვერპლის სისხლი საგულდაგულოდ იყო გასუფთავებული, თუმცა დნმ-ის კვალი 6 სხვადასხვა ოთახში მაინც იპოვეს, განსაკუთრებით მთავარი საძინებლის აბაზანაში, სადაც შხეფები იყო კედლებზე, ჭერზე და ფარდებზე. აუტოპსიამ დაადგინა, რომ მერი ყელის გამოჭრის შედეგად გარდაიცვალა, თუმცა მის სხეულს კიდე აღენიშნებოდა 24 ჩრილობა დანით. ასევე დადასტურდა, რომ სიკვდილამდე მან მიიღო ქსანაქსი და ექსტაზი, ნივთიერებების საშიში კომბინაცია საპირისპირო ეფექტებით. დამატებით დადასტურდა, რომ მასზე განხორციელდა სექსუალური ძალადობა და მის სხეულზე 2 მამაკაცის დნმ იქნა ნაპოვნი. ერთ-ერთი ყველაზე შემაშფოთებელი ასპექტი იყო ის, რომ ყელის ჭრილობის გარდა ყველა სხვა ჭრილობა მიყენებული იყო წამების მიზნით ისეთ ადგილებში, სადაც სასიცოცხლო ორგანოები არ არის. მსხვერპლი იტანჯებოდა და სისხლისგან იცლებოდა საათების განმავლობაში, სანამ მისმა მკვლელებმა ყელის გამოჭრა და მისი მოკლა არ გადაწყვიტეს. საშინელი დანაშაულის მთავარი ეჭვმიტანილები იყვნენ კელი ლავერი და ლევი ფამი. თუმცა არსებობდა მტკიცებულებები, რომ ჯეიმს ალერნოც და ამერიკა დიალიც, წყვილის კიდევ 2 მეგობარი, იმავე ბინაში იმყოფებოდნენ 28 მარტის ღამეს. ფაქტობრივად, ჯეიმსის აღიარება მეგობრების წრეში მიიყვანა პოლიცია ცხედრის პოვნამდე, ხოლო ამერიკას თითის ანაბეჭდები ნაპოვნი იქნა ნაგვის პარკზე, რომელშიც მსხვერპლის ცხედარი იდო.
ცხედრის პოვნის შემდეგ იმავე ღამეს ჯეიმს ალერნო დააპატიმრეს მშობლების სახლში საქმეში სავარაუდო მონაწილეობისთვის. პოლიციამ პირველად ლევი ფამი დაკითხა, რომელიც ამტკიცებდა, რომ მერი კოლინზმა ბინა 29 მარტის დილას დატოვა და ფოტოსესიაზე დასასწრებად წავიდა. ეს იყო აბსურდული აღიარება საქმეში არსებული ყველა მტკიცებულების ფონზე. რამდენიმე საათში მან ადვოკატი მოითხოვა და უარი თქვა გამოძიებასთან თანამშრომლობაზე. კელი ლავერიმაც თავისი შეყვარებულის მსგავსი ამბავი მოყვა, თუმცა აშკარა იყო, რომ ის ტყუოდა და მანაც მოითხოვა იურიდიული დახმარება. ჯეიმს ალერნომ მესამე ბრალდებულმა განაცხადა, რომ მერი კოლინზი კელი ლავერიმ და ამერიკა დიალმა მოკლეს გოგონამ, რომელიც მან ტინდერით სულ რაღაც 2 დღის წინ გაიცნო. ალერნომ უარყო დანაშაულში პირდაპირი მონაწილეობა და განაცხადა, რომ მხოლოდ ცხედრის მატრაში ჩადებაში დაეხმარა ლევი ფამის, რადგან მისი ეშინოდა. თუმცა ოფიცრებმა არ დაიჯერეს მისი მონათხრობი. სასამართლო ექსპერტიზამ აჩვენა, რომ მსხვერპლი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა სულ მცირე 2 მამაკაცის მხრიდან, რაც ეწინააღმდეგებოდა მის მონათხრობს. გარდა ამისა, ჯეიმსი იყო ნასამართლევი დამნაშავე, მისი სიმაღლე იყო 1 მეტრი და 80 სანტიმეტრი და საკმარისად ძლიერი იყო იმისთვის, რომ არ შეშინებოდა ლევის, რომელიც საკმაოდ დაბალი და გამხდარი იყო. როდესაც დეტექტივები ამერიკას სახლში გამოცხადდნენ, მის დასაკითხად აღმოჩნდა, რომ ის გაქცეული იყო, რამაც კიდევ უფრო გააძლიერა ეჭვი მის მონაწილეობაზე დანაშაულში. გოგონა 3 დღის შემდეგ ჩაბარდა კოლორადოს პოლიციის განყოფილებას და თავიდან უარს ამბობდა მომხდარში თავის მონაწილეობაზე. თუმცა რამდენიმე კვირის შემდეგ მან მართლაც საშინელი აღიარება გააკეთა. ამერიკა დიალმა ჯეიმს ალერნო დანაშაულამდე 1 კვირით ადრე გაიცნო ტინდერის აპლიკაციის საშუალებით. 28 მარტის საღამოს ის გაჰყვა მას ბინაში, სადაც კელი ლავერი და ლევი ფამი ცხოვრობდნენ, რადგან თითქოს უნდა შეკრებილიყვნენ ლუდის დასალევად და ფილმების სანახავად. ადგილზე ასევე იყო მერი კოლინზი, გოგონა, რომელსაც ის არ იცნობდა. ამერიკას თქმით, გარკვეულ მომენტში კელიმ და ლევი მერის შესთავაზეს ჯგუფური სექსი სამ ადამიანში, მაგრამ გოგონამ უარი თქვა. ამერიკამ აღიარა, რომ მიიღო კოკაინი და ექსტაზი, რის შემდეგაც ერთ-ერთ ოთახში შევიდა და დაეძინა. მან ნათლად განაცხადა, რომ არც ერთ მომენტში არ უნახავს მერი ნარკოტიკების მოხმარებისას. დილის 7 საათის შემდეგ ამერიკა ადგა და სახლში წავიდა, რადგან დედა სამსახურში უნდა წაეყვანა. ჯეიმსმა მას რამდენიმე საათის შემდეგ მიაკითხა და სთხოვა, რომ ისევ გაჰყოლოდა მეგობრების ბინაში. ცოტა ხანში ის მთავარი საძინებლის აბაზანაში იდგა, სადაც ჯეიმსმა კელიმ და ლევიმ შეიყვანეს და მერის ცხედარი აჩვენეს, რომელიც აბაზანაში იცვა ყელგამოჭრილი და სისხლისგან სრულად დაცლილი. სამმა ახალგაზრდამ ამერიკას უთხრა, რომ ის უნდა დახმარებოდა მათ შემთხვევის ადგილის დასუფთავებასა და გვამის მოშორებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში მასაც იგივე ბედი ეწეოდა. გოგონა ამ ყველაფრის ნახვის შემდეგ ძლიერ შეშინებული იყო და გადაწყვიტა მათ დამორჩილებოდა. მან ბინა ჯეიმსთან ერთად დატოვა, რათა ახლონდებარე მაღაზიაში საწმენდი საშუალებები ეყიდათ, მათ შორის ქლორი და ნაგვის პარკები. დაბრუნების შემდეგ მას კელი მიუახლოვდა, ყელზე დანა მიადო და აიძულა მსხვერპლის ცხედარი ცელოფნის პარკებში გაეხვია, შემდეგ კი მყარად დაემაგრებინა წებოვანი ლენტით. ამ დროს ლევი და ჯეიმსი ტრაბახობდნენ, რომ წინა ღამით მერიზე სექსუალურად იძალადეს და აწამეს იგი. ამერიკას თქმით, კელი ლავერი იყო ჯგუფის ლიდერი და ის, ვინც მათ ყველა მოძრაობას ხელმძღვანელობდა. როგორც ჩანს, მისი როლი მკვლელობაში არა მხოლოდ წამქეზებლობა იყო, არამედ მან თავად მიაყენა მერის მრავალჯერადი ჩრილობა დანით. ამერიკამ ასევე თქვა, რომ კელი და ლევი მას გამოუტყდნენ და უთხრეს, რომ იმ მომენტში, როცა მერის ხელი გამოჭრეს და სანამ ის სისხლისგან იცლებოდა, აიძულეს ეყურებინა, როგორ ამყარებდნენ ერთმანეთთან სექსუალურ კავშირს, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ ეს იქნებოდა ბოლო გამოსახულება, რომელსაც ის სიკვდილამდე ნახავდა. ამის შემდეგ ლევის და კელის გაუჩნდათ იდეა, რომ ცხედარი მატრასის შიგნით დაემალათ, რათა მარტივად გაეტანათ ბინიდან ზედმეტი ეჭვების გაღვიძების გარეშე. თუმცა მკვლელებმა ვერ გაითვალისწინეს, რომ მერის ბებია ასე მალე მივიდო და ადგილზე შვილიშვილი საძებნელად, რაც გეგმის შესრულებას ართულებდა და მათ სერიოზულ გასაჭირში აგდებდა. ამერიკამ ასევე აღიარა, რომ აქტიურად მონაწილეობდა სხეულისა და მტკიცებულებების დამალვაში, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარი სიცოცხლე გადაერჩინა. უცნობია, ვისი იდეა იყო მერი კოლინზზე ძალადობა და მისი მკვლელობა, მაგრამ კელი და ლევი მუდმივად საუბრობდნენ შესაძლებლობაზე, რომ ის მათ ჯგუფურ სექსში შეერთებოდა. სავარაუდოა, რომ მისი ნარკოტიკებით გაბრუებისა და სექსუალური ძალადობის შემდეგ გადაწყვიტეს მისი მოკვლა, რათა მას მათ წინააღმდეგ საჩივარი არ შეეტანა, თუმცა გამომძიებლებისთვის ეს ჯერ კიდევ არ არის ნათელი. მიუხედავად იმისა, რომ ჯეიმსი პოლიციასთან ამტკიცებდა, რომ დანაშაულში მონაწილეობა არ მიუღია და მსხვერპლზე სექსუალურად არ უძალადია, სასამართლო
სასამართლო მტკიცებულებები მას ეწინააღმდეგებოდა. აუტოპსია მიუთითებდა, რომ მერი გაუპატიურებული იყო ორი სუბიექტის მიერ. იმ მომენტში კი ბინაში მყოფი მამაკაცები მხოლოდ ის და მისი მეგობარი ლევი იყვნენ. 2020 წლის აპრილში მერი კოლინზის ცხედრის პოვნიდან მალევე ამერიკა დიალს ბრალი წაუყენეს ცხედრის დამალვასა და დანაშაულის შეუტყობინებლობაში. თუმცა ის გირაოთი გათავისუფლდა $150,000 გადახდის შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურა ცდილობდა მისთვის გირაოს გაუქმებას გათავისუფლების ზოგიერთი პირობის შეუსრულებლობის გამო, როგორიცაა პანდემიის დროს კომენდანტის საათის დარღვევა და ელექტრონული სამაჯურის დაუმუხტავად ტარება, ამ მომენტისთვის ის კვლავ თავისუფლებაზე რჩება და დედასთან ერთად ცხოვრობს გლოვერში, სამხრეთ კაროლინაში, თავისი სასამართლო პროცესების მოლოდინში. 2022 წლის შუა პერიოდში კელი ლავერი პროკურატურასთან შეთანხმდა და თავი დამნაშავედ ცნო მეორე ხარისხის მკვლელობაში, გატაცებასა და ცხედრის დამალვაში, რის გამოც მას 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მის წინააღმდეგ არსებული ყველა მტკიცებულების გათვალისწინებით დაცვის მხარეს სხვა გზა არ ჰქონდა. ჯეიმსმა თავი დამნაშავედ არცნო პირველი ხარისხის მკვლელობის ბრალდებაში და 2023 წლის ივნისში გათავისუფლდა მას შემდეგ, რაც მისმა მშობლებმა $250,000 ოდენობის გირაო გადაიხადეს, რამაც გამოიწვია აღშფოთება მერი კოლინზის ოჯახსა და მთელ საზოგადოებაში. მიუხედავად იმისა, რომ მსხვერპლის სხეულზე თავიდან ორი მამაკაცის დნმ-ის კვალი აღმოაჩინეს, ნიმუშები დაზიანებული იყო და ჯეიმსის დნმ საბოლოოდ იქ არ აღმოჩნდა. დღეისათვის ის კვლავ ელოდება სასამართლო პროცესს ამ საქმისთვის. რაც შეეხება ლევი ფამს, მას ბრალი წაუყენეს პირველი ხარისხის მკვლელობაში, გატაცებასა და ცხედრის დამალვაში. და მიუხედავად იმისა, რომ მან თავი უდანაშაულოდ ცნო ყველა ბრალდებაში, ის კვლავ ციხეში რჩება თავისი სასამართლო პროცესების მოლოდინში. მერი კოლინზის ოჯახი კვლავ მოლოდინშია, რომ სასამართლო სამართლიანობას აღადგენს, თუმცა მათ ღიად გამოხატეს უკმაყოფილება იმის გამო, რომ როგორც ჯეიმს ალერნო, ისე ამერიკა დიალი კვლავ თავისუფლებაზე არიან. მია ალდერმანმა მერის ბებიამ 2025 წლის ოქტომბერში მისცა ინტერვიუ შარლოტის ტელევიზიას და განაცხადა შემდეგი: ის რაც მას გაუკეთეს, იმდენად ამაზრზენი იყო, რომ მათ უფრო მკაცრი სასჯელი უნდა მიეღოთ და არასოდეს უნდა განთავისუფლებულიყვნენ გირაოთი. ის ძლივს იწონი და 45 ან 50 კილოგრამს. ის მეგობრობის საბაბით მიიტყვეს ბინაში და შემდეგ აბაზანაში სისხლისგან დაცალეს. ის გასართობად მოკლეს, რადგან ისინი გახრწნილები არიან. იცით, რამდენად საშინელია ეს ჩვენთვის? მე არ მინდა ჩივილი, მე მინდა ცვლილება, მე მინდა სამართლიანობა მერისთვის. ჩვენი ოჯახი ხედავს გულსაკლავ მსგავსებას მერისა და ირინა სარუცკაიას შემთხვევებს შორის. ისინი ორივე შარლოტის შვილები იყვნენ და თავიანთ საზოგადოებაში დაცულები უნდა ყოფილიყვნენ.